მესამე, ასევე უნდა შევეხოთ რონალდოს ქველმოქმედებას. ერთ-ერთი შემთხვევა რომ გავიხსენოთ, როდესაც მან შეიტყო, რომ მისი ერთ-ერთი გულშემატკივარი იშვიათი ტვინის დაავადებით იტანჯებოდა, ოჯახს $100,000 გადასცა ბიჭის ოპერაციისთვის. ამას შემდგომში უამრავი სხვა დახმარება მოჰყვა, მათ შორის რონალდომ ყველა თავისი ოქროს ბურთი აუქციონზე გაიტანა და შემოსავალი Make-A-Wish ფონდში გადარიცხა, რათა დახმარებოდა ბავშვებს, რომლებსაც უმძიმესი დაავადებები აქვთ. ჯამში რონალდომ ამ საქციელით თითქმის $3.5 მილიონი დახარჯა. მას აქვს მრავალი ფონდი, რომლებიც მიმართულია სოციალური პრობლემების მოგვარებასა და საჭიროების მქონე ადამიანების დახმარებაზე. რონალდო ცნობილია ბავშვთა სახლებისა და საავადმყოფოების ხარდაჭერით. ის ხშირად ხვდება ბავშვებს საავადმყოფოებში და სურს მათი გაბედნიერება. მას რამდენიმე მემორანდუმი ჰქონდა ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა UNICEF-ი და მის მიერ გაღებული თანხები ხშირად ეხმარება გაჭირებულ ქვეყნებსა და რეგიონებს. მაგალითად, რონალდომ აქტიურად მიიღო მონაწილეობა პორტუგალიაში ხანძრის მიერ დაზარალებულთა დახმარებაში. 2017 წელს, როდესაც ხანძარი მოედო პორტუგალიის ზოგიერთ რეგიონს, მან €1.5 მილიონი გაიღო დაზარალებულთა დახმარების მიზნით. რონალდოს ქველმოქმედება განსაკუთრებით გამოირჩევა მისი მუდმივი და მრავალმხრივი ხელშეწყობით, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ ფულადი გადარიცხვებით.